საერთოდ მე რომ მკითხო მაქსიმალისტ ადამიანებს ცოტა უჭირთ. ოდუნება ცოტა უჭირთ რომ შეიგრძნონ ბედნიერება, მაგრამ მოგეხსენებათ ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ანუ ჩემს მიმართულებაში ეს არის პოზიტიური და ტრანსკულტურული ფსიქოთერაპია, ჩვენ ყოველთვის უყურებთ მეორე მხარესაც. ეს გეგმები რომ ვერ განვახორციელე. რა არის ამაში დადებითი? რასარგებელი მაქვს? კარგი რა არის? რა შეიძლება იყოს კარგი, იცი? წინა წელთან შედარებით მე უფრო გავიზარდე და ახლა უფრო კარგად შემიძლია ეს გავაკეთო. ან ძალიანაც კარგი რო არ გავაკეთე, იმიტომ რომ ეხლა უკეთესი აზრები მომივიდა და უკეთესი რამ შეიძლება გავაკეთო. ანუ ვეცადო დავინახო ამაში ის სარგებელი, რომ არ გავაკეთე რა არის ამაში კარგი. და რა შეიძლება რომ ეს უკეთესი იყოს. ვიფიქრო იმ მეორე მხარეზე, ანუ მედლის მეორე მხარეზე. გავიგეთ რომ არ გაკეთდა და არ არის ისეთი კარგი, მაგრამ რო არ გაკეთდა ამაში ხო არის რაღაცა კარგი. და კიდევ ერთი ადამიანებმა არ ვიცით ყოველთვის რა არის ჩვენთვის კარგი. აი ლოგიკურად რომ მივყვებით, ხო? მგონია რომ ეხლა რომ აუ ეს რო ვერ გავაკეთე, რა ცუდია. წლების მერე ვხვდები რომ როცა ერთი კარი იხურება, აუცილებლად იღება მეორე. და ის რაც ხდება ჩემ ცხოვრებაში, აუცილებლად ჩემთვის კარგია. უბრალოდ ადამიანური ლოგიკით ამას ვერ ვწვდებით იმ წუთას, თუმცა წლების მერე მიხვდები რომ ძალიანაც კარგი, რომ ეს ასე მოხდა. ეს რო ასე არ ყოფილიყო, მე დღეს ის არ ვიქნებოდი, ვინც ვარ. რაც ადამიანის ცხოვრებაში ხდება, ყოველთვის კარგია ამ ადამიანისთვის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ღვთიური ლოგიკაა და ვიფიქრო რომ კი ეხლა კი ვერ ვიგებ, მაგრამ მე მივხვდები რომ ესე იგი რაღაცა უკეთეს მიმზადებს ეს სამყარო.